ჰაერის დაბინძურებაზე მონიტორინგი მკაცრდება, უფრო ინტენსიურად გაკონტროლდება ქმედებები, რომლებიც ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციას უწყობს ხელს, მათ შორისაა ფოთლების დაწვა და ტრანსპორტის გამონაბოლქვი, რაც მთავარ გამოწვევად რჩება. არაერთი რეგულაციის დაწესების მიუხედავად ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო სწორედ ავტომობილების გამონაბოლქვია, რის გამოც მონიტორინგის გააქტიურება გადაწყდა. გაიზრდება იმ ეკიპაჟების რაოდენობა, რომლებიც გამონაბოლქვის მაჩვენებელს ქუჩაშივე ეზომავენ. დარღვევების შემთხვევაში მძღოლებს ჯარიმები ეკისრებათ. არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს შემოდგომის სეზონზე ფოთლების დაწვის წარმოქმნილი ტოქსიკური ნივთიერებები, რაზეც შესაბამის უწყებებში მიმართვიანობა გაზრდილია. შემოდგომის დადგომასთან ერთად ფოთლების ღია წვის ფაქტების აღკვეთაზე მონიტორინგი გამკაცრდა. კანონის აღმასრულებელ ორგანოში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მათი ეკიპაჟები 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში პატრულირებენ. განსაკუთრებული მონიტორინგი რეგიონებში ტარდება. მოქალაქეების ნაწილმა, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, იცის, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ეზოს დასუფთავების ან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შემდეგ მწვანე ნარჩენს ღია წესით დაწვავენ, დაჯარიმდებიან. ჯარიმა 500 ლარია. გარემოს დაცვის სპეციალისტების რჩევა ფოთლების დაწვის ნაცვლად ისინი ბუნებრივ სასუქად ვაქციოთ. ამისთვის კი საჭიროა მოხდეს მწვანე ნარჩენის კომპოსტირება, ანუ ორმოში ან სპეციალურად შექმნილ მოწყობილობაში მოთავსება. ამ დროს სოფელში ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ რომ ჩამოდის ხიდან ფოთოლი და არ ვიცით სად წავიღოთ. ვაგროვებ მე პირადად და ნეშომპალად ვიყენებ, ვენახში მიაქვს ჩემ მეუღლეს. ფოთოლი არის აკუმულატორი ძიმელი თონების და ყველა იმ დაბინძურების, რომელიც ქალაქებში არის. ამიტომ მისი გადამუშავება უფრო უპრიანია ვიდრე დაწვა. ვისაც აქვს პატარა ეზო და არ იცის რა უყოს ამ ესე ვთქვათ ფოთოლს. საკმარისია მან ერთი კუთხე გამოყოს თავის ეზოში და რეალურად იმ კუთხეში ჩაყაროს და დაპრესოს, ასე ვთქვათ, უბრალოდ ჩაყაროს ეს ან ორმოში, ან სპეციალურად ყუთი გააკეთოს, სადაც ჩაყრის ამ ნეშომპალას. ერთ წელიწადში ის იღებს რეალურ სასუქს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდგომ სცენარებში. ხანძრის გაჩენის საფრთხის გარდა ფოთლების დაწვა ისეთ მძიმე შედეგებს იწვევს, როგორიც არის ტოქსიკური გაზების გამოყოფა. ეს არის მომწავლელი ნივთიერება, რომელიც არა მხოლოდ გარემოს აყენებს ზიანს, არამედ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე ამცირებს ნიადაგის ნაყოფიერებას. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ფოთლების დაწვის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია შემოდგომის სეზონზე. საჯარიმო სანქციად დაწესებულია 500 ლარი, თუმცა იქ რა თქმა უნდა შემდგომ მინერალების პროცესი ჩვენი ინსპექტორები ინტერესდებიან როგორც ნიადაგის დეგრადაციით, ასევე სხვა დაკავშირებული საკითხებით, რამაც შესაძლოა გაზარდოს სანქცირება ამა თუ იმ პირის და ეს დამოკიდებულია რა თქმა უნდა რა ტიპის ზიანი მიადგა გარემოს. გარემოს დაცვითი რეგულაციების მიზანია ჰაერის დაბინძურება შემცირდეს. ამისთვის კიდევ ერთი ზომა მოქმედებს უკვე 2 წელია. დეპარტამენტის სპეციალური ეკიპაჟები გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებს აჩარებენ და სპეციალური ხელსაწყოთი ადგილზევე ამოწმებენ, შეიცავს თუ არა გამონაბოლქვი მავნე ნივთიერებას გადაჭარბებული კონცენტრაციით. გზებზე გამონაბოლქვზე მონიტორინგი ამჟამად 4 დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ტარდება. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სპეციალური ეკიპაჟების რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება. საჯარიმო სანქცია ფიზიკურ პირზე გახლავთ 100 ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირზე, ანუ კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე 500 ლარიანი. აქ არის 3 ეტაპიანი საჯარიმო სანქცია, რაც გულისხმობს განმეორებითობის შემთხვევაში გასამაგება საჯარიმო სანქციის. მნიშვნელოვანია, რომ სავალდებულო გახდეს კატალიზატორების დაყენება მანქანებზე. არის ძველი მანქანები, რომელზეც არ გება კატალიზატორები, მაგრამ ძალიან ბევრი უკვე ძველი მანქანები თითქმის არ არის ქალაქში. ძირითადში არის ისეთები, რომელსაც ჰქონდა კატალიზატორი, მაგრამ კატალიზატორებს ყიდიან. კატალიზატორი რო ჰქონდეს, რეალურად ეს გამონაბოლქვის პრობლემა ნამდვილად არ ექნება მანქანებს. დეპარტამენტში ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით ორივე მიმართულებით დარღვევები მცირდება, თუმცა ორივე მავნე პრაქტიკა ისევ გამოწვევად რჩება. მიუთითებენ იმაზეც, რომ ამაყლდა მოსახლეობის ცნობიერება იმის შესახებ, რა მიზეზები იწვევს ჰაერის დაბინძურებას და რა საფრთხეს უქმნის ეს ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ ზედამხედველობის ორგანოს ინფორმაციით 2025 წელს წინა წელთან შედარებით დარღვევების შემცირებასთან ერთად გაზრდილია ცხელ ხაზზე მიმართვიანობა, რაც უფრო აქტიურ რეაგირებასა და კონტროლის გამკაცრებას განაპირობებს.
ამიტომაც უწყების წარმომადგენლები მოუწოდებენ მოსახლეობას აქტიურად ითანამშრომლონ დეპარტამენტთან და დარღვევების შესახებ ინფორმაციაც ხელხაზზე ოპერატიულად მიაწოდონ. მათი თქმით, ზარის ავტორის კონფიდენციალურობა დაცულია.